თუ თქვენ თulit რომ ეს თქვენ პროფესიულ საქმიანობას ხელს უშლის, მე ვფიქრობ რომ ამის შესახებ უნდა თქვათ არა მხოლოდ საჯაროდ როგორც უკვე გააკეთეთ ალბათ, ხო მე არ მიყურებია თქვენი გადაცემისთვის და როგორც ეხლაც აკეთებთ, არამედ მიმართოთ სხვა ფორმებით. თუ ეს არის კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, ზომები უნდა იყოს მიღებული, თქვენს უნდა ამის შესახებ თქვათ. ეს დაახლოებით ისეთი შეკითხვაა რა, ვინმე რო კანონი დაარღვიოს, ხელისუფლება უნდა ირეაგიროს თუ არა. დიახ, უნდა ირეაგიროს, მაგრამ არ ვიცი რამდენად არღვევს კანონს ის ადამიანი, ვის თქვენ დავთხოვოთ. არ ვიცი, რასაკეთებს არ წარმოდგენა არ არის. ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არის ეს გასამართლის დანაშაული. თუ ამაზე ძალოვანი სტრუქტურები რეაგებას არ ახდენ, ამით ბუნებრივია ისინი არაპირდაპირ დაადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არიან მათი სტრუქტურა, მათი ნაწილი და შესაბამისად იქნება ეს ირიბი აღიარება. ამიტომ მე მოუწოდებ მათ, რომ ამაზე რეაგირება პროაქტიულად, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული დანაშაული, რომელზეც ბუნებრივია ნორმალურ სახელმწიფოში უნდა იყოს შესაადეკვატური რეაგირება. მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ინფოცხრის ერთი ჟურნალისტის, საფონელი ჟურნალისტის ქალბატონ დუგლაძის მართლა დევნასთან დაკავშირებით. მაქვს ასევე ინფორმაცია სხვა ჯგუფებთან მიმართებით, რა ტიპის პრობლემებს უქმნიან მათ, ბათუმშიც, სხვა ქალაქებშიც. უში რუსთავშიც იყო, მაგრამ რაც შეეხება დევნას, ეს არ არის დევნა, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისშეშლა პროფესიულ საქმიანობაში, მაგრამ აი ის რაც ხდებოდა ზესტაფონში, ის არის მართლა გამოუგნებელი რამ ჩემი აზრით, რაზეც აუცილებლად უნდა იყოს რეაქცია, არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორიდან, არამედ უნდა იყოს ხელისუფლებიდანაც რეაქცია, რომ მსგავსი ტიპის დევნა აღარ განხორციელდეს ჟურნალისტებზე.